საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ფოკუს, მე სალომე უგულავა ვარ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობა თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებს. პროგრამა თებერვლიდან 2 ეტაპად ამოქმედდა. საყოველთაო ჯანდაცვა ჯერჯერობით იმ ადამიანებს შეეხო, ვისაც არც ერთი ტიპის დაზღვევა არ ჰქონდათ. იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში პროგრამა, რა რისკები ახლავს მას და რას უჩივიან მომხმარებლები, ჩვენ დღეს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებიან ფოკუსში სტუმრად. სანამ შეკითხვებზე გადავალთ, პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. სანამ შეკითხვებზე გადავალთ, მე მინდა მოვუსმინოთ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ამჟამად თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელს ანდრია ურუშაძეს მოვუსმინოთ და შემდგომში გავყვეთ მის არგუმენტებსაც მათ შორის. თუ გვინდა სასწაული მოვახდინოთ ჯანდაცვაში, როგორც ეს ჩვენმა პრემიერმა ბრძანა, ეს სასწაულს წინ უნდა უძღოდეს ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წარმატება და მხოლოდ მდიდარ ქვეყანას შეუძლია შექმნას უფრო უკეთესი ჯანდაცვა, უფრო ხარისხიანი ჯანდაცვა და უფრო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. მე აღარაფერს ვიძახდი იმ გზაზე, რომელიც ავერჩიეთ ამ დაპირების შესასრულებლად. ეს არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, ეს არის კლინიკების სახელმწიფოს ხელში დაბრუნება, ეს არის ბიუჯეტის ხარჯზე კლინიკების მშენებლობა. ამისთვის ჩვენ მხოლოდ არა საჭირო ხარჯებს ვკიდევთ ბიუჯეტს, რომლის გადახდა ბიუჯეტს არ შეუძლია. ჩვენ როდესაც საუბრობდით კერძო სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პირველ რიგში საუბრობდით, რომ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა, ჩვენ უნდა მოვიზიდოთ და ვითანაშრომლოთ კერძო სექტორში. პირველ რიგში ეს ეხება მედიკამენტებს, რომელიც განსაკუთრებულად ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისათვის ისევ ისეთივე ხელმიუწვდომელია, როგორც ადრე იყო. მაგალითად, რო შევეკითხოთ ადამიანს, რომელიც ყოველ დღე ან ყოველ კვირა ყიდულობს წამლებს, ან მაღალი წნევის გამო, ან თქვა დიაბეტით არის დაავადებული და ტაბლეტირებულ ფორმას ღებულობს, მისთვის ისეთივე ხელმიუწვდომელია ეს ხარჯები ხშირად და ისეთივე ძნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, როგორც 1 წლის წინ იყო. ამიტომაც ეს პრობლემა დღეს ისევ დგას, ამიტომაც არ უნდა ვთქვათ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. მეორე პრობლემა, როგორ ვაპირებთ ამ ხელმისაწვდომობის მიღწევას. თუ ჩვენ ვაპირებთ ხელოვნური ფასების შემცირებით მომსახურებაზე, თუ ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტში ჩავატიოთ ჩვენი დაპირება და უარი ვთქვათ სამართლიანი ფასის გადახდაზე. პირველ რიგში ეს აისახება ექიმებზე. დაბალი ხელფასებით, ხელფასების დაგვიანებით და პირველ რიგში იმით, რომ ექიმს მოუნდება ბუნებრივად გაუჩნდება სურვილი პაციენტს გამოართვას ეს ფული. ამიტომაც არსებობს ძალიან მაღალი რისკი, რომ დაუფინანსებელმა ვალდებულებმა შექმნან ისევ არალეგალური გადახდების პრაქტიკა და პრეცედენტი ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებში. ექიმი, რომლის ხელფასი ახლა მცირე დაფინანსებით გამოდის თვეში 200 ან თუნდაც 300 ლარი, ავიღოთ პოლიკლინიკის ექიმები ან ზოგიერთი კლინიკის ექიმი, ცხადია ეძებს შემოსავლის სხვა წყაროებს და ერთადერთი შემოსავლის წყარო არის პაციენტი და სხვათა შორის პაციენტიც სამართლიანად თვლის ამ შემთხვევაში ფულის გადახდას და ურთიერთშეთანხმებული ბრუნვა ხდება არალეგალური ბრუნვა სამედიცინო სფეროში, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სწორედ სამედიცინო ინფრასტრუქტურის და მთლიანად ჯანდაცვის სექტორის როგორც დემორალიზაციას, ისე შემდგომ უკვე ეროზიას და უკვე ინფრასტრუქტურულ და სისტემურ რღვევას ამ კონკრეტული ჯანდაცვის სისტემის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ უნივერსალურ ჯანდაცვაში განზომილება, რომელსაც ხარისხი ჰქვია. ბატონმა ანდრიამ ბევრი რამის შესახებ ისაუბრა, აუცილებლად გავყვებით პუნქტობრივად არა მხოლოდ ამ პუნქტებს, მაგრამ პირველ რიგში ესე ვთქვათ სტატისტიკური მონაცემებით მინდა დავიწყოთ, რამდენ ადამიანს ეხება ეს და თითოეულ ადამიანზე რამდენი ლარია განსაზღვრული. ჩვენ ვიცით, რომ წინა წლებში დაახლოებით 15 ლარი იყო თითოეულ ადამიანზე გათვლილი თვიურად. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. სალომე, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც პირველად მდინარე წლის თებერვალში ამოქმედდა, ეხებოდა ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არანაირი ტიპის დაზღვევა არ ჰქონდა. არც სახელმწიფო დაფინანსებით, კერძო სექტორის მიერ ადმინისტრირებული დაზღვევის სქემები და არც კერძო დაზღვევის, ასე ვთქვათ, სქემებში არ იყვნენ ჩართული. თებერვლისთვის, თუკი ჩვენ ოფიციალურად ავიღებთ, რომ საქართველოში 4.400.000 მოქალაქე რეგისტრირდება ბოლო აღწერის მონაცემებით, 2013 წლის დასაწყისში დაახლოებით 1.700.000 მოქალაქე იყო დაზღვეული სახელმწიფოს მიერ, ეს გახლავთ უმწეელთა პროგრამა
და ასევე საპენსიო 6 წლამდე ასაკის და სტუდენტთა პროგრამა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში ამოქმედდა. დაახლოებით 500,000-მდე მოქალაქე იყო კერძო კორპორატიული ან ინდივიდუალური სქემით დაზღვეული და 50% მოსახლეობის რჩებოდა ყველანაირი ფინანსური დაცულობის მექანიზმის გარეშე. 2,200,000. საყოველთაო ჯანდაცვა არის 2,200,000 მოქალაქეზე გათვლილი. რამდენი სარგებლობს? დღევანდელი მონაცემებით 1,400,000 მოქალაქე უკვე არის დარეგისტრირებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, ანუ მათ უკვე გააქტიურეს საყოველთაო ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, მათი უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ გარდა გეგმიური, ვთქვათ, რეგისტრაციისა, მოქმედებს გადაუდებელი, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მომსახურება, რომელსაც წინასწარ რეგისტრაცია არ სჭირდება, ამიტომ თუ კი რომელიმე მოქალაქემ ვერ მოახერხა გააქტიურება თავისი თქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ შემთხვევაში მას ყოველგვარი ბარიერის ადმინისტრაციული თუ ფინანსიური ბარიერის გარეშე შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით. აქვე მოგახსენებ სტატისტიკას, რომ 1 ივლისიდან, ანუ გაფართოების ფაზის შემდგომ დღემდე 98,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევის, მათ შორის 15,000 იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, 12,000-ზე მეტი მშობიარობა დაფინანსდა და 2,000-ზე მეტი ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა დაფინანსდა პროგრამის ფარგლებში. ამას ემატება პირველი ეტაპის დროს, ანუ თებერვალ-ივლისში 50,000-ზე მეტი მოქალაქე, რომელმაც მიიღო როგორც გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე გადაუდებელი სტაციონარული. რა დავუბრუნდეთ იმას, რომ რამდენი არის თითოეულ ადამიანზე გათვლილი. იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ გაფართოების ფარგლებში უკვე ვეღარ შეძლებდნენ 15 ლარის გადახდასაც თითოეულ ადამიანს. ახლა როგორ გაქვთ დათვლილი? 2013 წლის ბიუჯეტი სწორედ იყო გათვლილი იმ ფინანსურ პარამეტრებზე, რომელიც 2012 წლის აქტუარული გათვლებით სადაზღვეო სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებისთვის იყო გათვლილი. თქვენ მოგახსენებათ, რომ წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად გაორმაგდა 365 მილიონიდან 635 მილიონამდე. ეს გახლდათ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის რეგიონისთვის ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა, მაშინ როდესაც როგორც გლობალურად, ასევე ევროპის რეგიონში ფიქსირდებოდა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების, ასე ვთქვათ, შემცირება, ან თუნდაც ყოველ შემთხვევაში გაფართოების ლიმიტაცია. და ეს გათვლები, რომელიც პირველ ფაზაზე იყო გათვლილი და შემდგომ მეორე გაფართოების ფაზა ივლისიდან სწორედ ეფუძნებოდა პრეცედენტულად იმ სადაზღვეო პროგრამებს, რომელიც თქვა წინა ადმინისტრირების პერიოდში იყო ამოქმედებული. ბიუჯეტი საკმარის ძალიან ხშირად ისმის კითხვა, რამდენად საკმარის იქნება დაფინანსება. სულ რამოდენიმე კვირის პერიოდში იქნება გაჟღერებული პირველადი მონაცემები შეფასებითი ანალიზის და დღეს, როდესაც კერძო სადაზღვეო კომპანიის მიერ ადმინისტრირებული პროგრამა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თბილისის და გურიის რამოდენიმე რაიონში კერძო სადაზღვეო კომპანიის სურვილით მოხდა ადმინისტრირების გადმოსვლა სახელმწიფო, ესე ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. სულ რამოდენიმე თვის მანძილზე უკვე ნათელია სურათი, რომ ანალოგიური პროგრამის ადმინისტრირება ბევრად უფრო ეფექტური არის ფინანსური კუთხით სახელმწიფოსთვის, ვიდრე კერძო კომპანიის პირობებში. ჩვენ თანხებს რო ანუ ახლაც დაახლოებით 15 ლარია თითოეულ ადამიანზე. იყო ივლისიდან, ანუ გაფართოების ფაზაში ეს თანხები იყო. ბიუჯეტზე საუბრობდით, მაგ თემას საოცრება დავუბრუნდებით, ბატონ ზურასაც მინდა ვკითხო, აქამდე სანამ ეს საყოველთაო პროგრამის ამუშავება მოხდებოდა, ჯგუფებზე იყო გამიზნული სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევის დაფინანსება, როგორც სოციალურ დაუცველებზე, ასევე პენსიონერებზე და ნუ ეს იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პოლიტიკა. ჩვენ გვესმის ხოლმე ხშირად არგუმენტი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში სწორედ გაჭირვებულებს და იმ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს აკლდებათ რესურსი, ვისაც მეტი შეეძლო მიეღო და იმ ადამიანებს ხვდებათ და ერგებათ დაზღვევა, რომელსაც შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს სახელმწიფოსგან დაფინანსება. თქვენ როგორ ფიქრობთ? თავისთავად საბოლოო მიზანი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ეს საკმაოდ კარგი მიზანი არის და ბუნებრივია დედამიწის ზურგზე არსებული ნებისმიერი სახელმწიფოს, ნებისმიერი მთავრობა ამისკენ შეზღუდულ რესურსებში საუბრობთ. ამისკენ უნდა მიისწრაფოდეს, მაგრამ ჩვენ სწორედ
პირველ რიგში ვსვავთ სწორედ იმ კითხვას, რაც ბატონმა სანდრომ უკვე აღნიშნა, რამდენად გავწვდებით ამას და თუ არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება ვერ გავწვდეთ და ამას ცოტა ციფრებით ასევე მოგახსენებთ, მაშინ ხომარჯობია წავიდეთ უფრო მიზნობრივი ჯგუფებით და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და უბრალოდ არ მოვიწონოთ თავი იმით, რომ ყველას ჰქონდეს ეს ჯანდაცვა. ეხლა რაც შეეხება ბიუჯეტი გაწვდება თუ არა, წელს ნამდვილად ამის პრობლემა არ შექმნილა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა ცოტა ჯანდაცვას ცოტა ხნით მოვწყდები, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ბიუჯეტის მდგომარეობა. ბიუჯეტი შედგება ხარჯებისაგან, რომელიც აუცილებელია გაიწვიოს მოსახლეობისათვის სოციალური ჯანდაცვის განათლების ხარჯები, რომელსაც გრძელვადიანად მოაქვს უკან სახელმწიფოსთვის მოგება, მაგალითად განათლებაში ან იგივე ჯანდაცვაში ჩადებული ფული, როცა ჯანმრთელი მოსახლეობა ყავს და ფული, რომელიც უნდა დახარჯო ქვეყნის განვითარებაზე, მაგალითად ინფრასტრუქტურა. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ქართული ოცნების მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ გაზარდა აი ეს სოციალური ხარჯები, მაგრამ ძალიან ბევრი მოაკლდა ინფრასტრუქტურას და განვითარებაზე მიმართულ ხარჯებს. შესაბამისად, ყველაზე დიდი შფოთვა, რაც ჩვენ ახლა გვაქვს ოპოზიციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას, არის ის, რომ ერთ დღეს არ აღმოჩნდეთ იქ, სადაც აღმოჩნდა საბერძნეთი, როდესაც ბიუჯეტს აღარ აქვს საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ გაწვდეს ამდენ ხარჯს. და ორ მარტივ მაგალითს მოვიტან. 23 ოქტომბრის მდგომარეობით წლევანდელ 2013 წლის ბიუჯეტს აკლია 763 მილიონი ლარი. ეს რა თქმა უნდა წელს არ აისახება არც. ასევე ვალისაღებას მომავალი წლისთვის გათვლილი არის მილიარდზე მეტი ვალისაღება. კიდევ ერთხელ ეხლა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მაგალითად გვაკრიტიკებდნენ იგივე ვალისაღებაზეც, მაგრამ ვალისაღება თავისთავად ვალისაღებაში ცუდი არაფერი არ არის. გააჩნია ვალს რისთვის იყენებ იმისათვის, რომ ფული ჩადო იმაში, რაც მე დამატებით შემოსავალს მოგიტანს ბიუჯეტში, რომ გასწიოს სწორედ ჯანდაცვის, განათლების, სოციალური ხარჯები, თუ ამ თანხას პირდაპირ უშვებ აქ, ჩვეულებრივ ოჯახურ ენაზე რო ვთქვათ, მე შეიძლება ავიღო ვალი და გავხსნა მცირე საწარმო, რომელიც მე მომავალში თანხას მომიტანს, ან ავიღო ვალი, წავიდე დასასვენებლად, კარგად გავერთო და ის ფული უბრალოდ დავხარჯო. რომელ ფულზეა ლაპარაკი? რა თქმა უნდა, ახლა ქალბატონი მარიამი თუ იტყვის და მართალიც იქნება, რომ ეს დასვენების შედარება არ შეიძლება ჯანდაცვასთან და ამაში მეც დავეთანხმები. კარგად უნდა გვესმოდეს ბიუჯეტის ლიმიტი და სწორედ ეს გვაწყობს. ეხლა მაგრამ კიდევ ერთხელ ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი და ის, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის, ამას ვერ გძნობს და ღმერთმა ქნას ვერც იგზნოს და ჩვენი ქვეყანა ისე წავიდეს წირო, ვერც იგზნოს. ამიტომ მთავარი იყოს ეკონომიკური ზრდა, უბრალოდ გვაწუხებს, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის, სამუშაო ადგილები იკარგება და რითი შევავსებთ იმ ბიუჯეტს, რომლითაც უნდა გადავიხადოთ ჯანდაცვის ხარჯი. ეხლა მეორე, რაც შეეხება მიზნობრიობას და თქვენი მთავარი კითხვა სწორედ ეს იყო. აქ მე რამდენიმე საკითხს გამოყოფთი, რაზედაც მე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და ქალბატონი მარიამი ალბათ გვეტყვის. მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი მაინც პირველ რიგში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე, რას ხარჯავს ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ამ ხარისხის უზრუნველყოფისათვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ არა მარტო ის გვინდა რომ მივიდეთ საავადმყოფოში, არამედ დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორად გუნალობენ. მეორე, სანდრომ წამოწია ეს თემა, ხომ არ უხდება პაციენტს ჯიბიდან გადახდა. ჯიბიდან გადახდა არ იქნება პრობლემა, არამედ წინა წლებში ესე იყო და რა მექანიზმებია სამინისტროში ეს საინტერესოა, კერძოდ მაგალითად ჩვენ დროსაც მოქმედებდა ურგენტული პროგრამა, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების შემოსვლასთან ერთად ნელ-ნელა მისი მინიმიზაცია მოხდა და ეხლა აღდგა ისევ ქართული ოცნების მთავრობის დროს. ურგენტულ პროგრამას რა ახასიათებდა? ხდებოდა გარკვეული ოპერაციების გაურგენტულება, მაგალითად ადამიანს ჭირდებოდა გეგმიური ოპერაცია 4 თვის შემდეგ და ხშირად იყო, როდესაც უბრალოდ პაციენტს ამზადებდნენ საოპერაციოდ და მერე სასწრაფოს შეყავდა უბრალოდ საოპერაციოში. ასეთ ფაქტები იყო, უბრალოდ საკმარისი იყო ამისათვის არალეგალური გადახდა ვინმე დაინტერესება. და ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ და ძირითადად ეს პენსიონერებს აწუხებთ, იმიტომ რომ სასურველი იყო ჩემი აზრით პენსიონერების პაკეტის გაზრდა მედიკამენტების დაფარვის კუთხით, იმიტომ რომ უფრო მეტ რესურსს ალბათ მიზნობრიობიდან გამოვაწყდა და სწორედ აი ამ მიზნობრიობიდან გამოდივა, რომ მედიკამენტებს ჩვენ თუ არ დაუთმეთ დიდი ყურადღება, აქ ძალიან პრობლემა იქნება
ალბათ მომავალში რეცეპტების თემასაც შევეხებით და აქ ესე იგი საინტერესო იქნება ასევე არგუმენტების მოსმენა. საბატონ მარიამ, ისევ თქვენთანგან ბევრი თემა წამოსწია ბატონ მაზურამ და პირველ რიგში მე მინდა გკითხოთ, იმას თქვენ თქვით, რომ დაახლოებით ისევ 15 ლარი იხარჯება და ამ თანხას არ მოკლებია, ასე შემდეგ თანხები, საკმარისი რესურსია ამ ადამიანების ჯანდაცვის უფლების, როგორც თქვენ ამბობთ, უზრუნველსაყოფად. თუმცა საუბარია იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მენეჯმენტი გადაიბარა სახელმწიფომ. წესება რა, სადაზღვევო კომპანიას რატომ მოახერხებს ამას უფრო ეფექტიანად სახელმწიფო, როცა სადაზღვევოს ინტერესებში ასე ხარჯების მინიმიზაცია შეიძლება იყოს მისი ინტერესი, გარდა ამისა ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან მოდის, რატო იქნება უფრო ეფექტიანი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და ჯანდაცვის სისტემა. მოგახსენებთ, აქ ბევრი თემა გაჟღერდა და ვეცდები მე არ გამოვწევ არც ეს თემები, სადაც მოგხსენებთ, რატომ ერთიანი შემწყიდველი მექანიზმი, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ბატონმა ანდრიამ გააჟღერა და რატომ არა მრავლობითი ფონდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის ერთმანეთთან ხარისხის გამოყენებას. მრავლობითი ფონდები მოქმედებს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, მაგრამ აუცილებელი პირობა მრავლობითი ფონდების გადასვლისთვის არის ძალიან მკაცრად რეგულირებული, ხარისხის კონტროლის კუთხით, სწორედ ის საკითხი, რაც აღნიშნა ბატონმა ზურაბმა, ხარისხის კონტროლის კუთხით და რეგულირების კუთხით, როდესაც არის აწყობილი სისტემა, მაშინ აქვს ფუფუნება მთავრობას, რომ მან შეძლოს, თქვათ, TPA-ის მექანიზმი, მესამე, თქვათ, ხარის ადმინისტრირებაზე, თქვათ, გადასვლა მოახდინოს. საქართველოს მაგალითი ძალიან ხშირად განიხილებოდა სექტორი ნაკლები ხარისხის უზრუნველყოფელი. კი ბატონო. ისევ და ისევ საწყისი პირობა იმისთვის, რომ ხარისხის ელემენტარული გარანტიები ყოფილიყო ჯანდაცვის სექტორში, პაციენტის უსაფრთხოების კუთხით პირველ რიგში და ჩვენი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი დებატის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს არის სწორედ პაციენტის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. პაციენტების უსაფრთხოების კუთხით მაშინ, როდესაც არ არსებობს ელემენტარული სტანდარტი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის, მაშინ, როდესაც არ არსებობს ელემენტარული რეგულირების მექანიზმი. ბატონმა ზურაბმა ახსენა იგივე სასწრაფო დახმარების კუთხით გაწეული, თქვათ, მომსახურება. მოგახსენებთ, რომ შარშან, როდესაც მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების გადაბარება კერძო სადაზღვევო კომპანიებზე, მაშინ როდესაც არ არსებობდა არანაირი რეგულირების მექანიზმი, ამან გამოიწვია ის, რომ თვეების მანძილზე არ ხდებოდა ელემენტარულად გამოძახებებზე გასვლა. ჩვენ გვაქვს ყოველთვიური მონიტორინგის მექანიზმი და იმის გამო, რომ არ იყო ჩადებული ელემენტარული ვალდებულებები და ელემენტარული კრიტერიუმები. არ გამოიძახებდნენ ამ კერძო კომპანიას. ჯანდაცვის კერძო სისტემები ქვეყანაში ვისი ჩვენ წარმატებული. სხვა არჩევანი სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით რეგიონებში დღევანდელი მოცემულობით არ აქვს. რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის გადაბარებული კერძო სადაზღვევო კომპანიებზე და ჩვენ გვაქვს მთელი რიგი დადასტურებული შემთხვევები, როდესაც 50% შემთხვევაში მთელ რიგ რეგიონებში არ ხდება გასვლა გამოძახებაზე. და ამის ფონზე, როდესაც ჩვენ ვეცადეთ დარეგულირება, აღმოჩნდა, რომ თუნდაც უწყვეტობის პირობა, რომელიც იყო ჩადებული უმეტეს, ისე თქვათ, ხელშეკრულებებში და გადაბარების პროცესში, არც კი იყო დეფინირებული სახელმწიფოს მიერ. მაშინ, როდესაც ჩვენ პირველი ჯანდაცვის დონეზე არ ვთხოვთ პროვაიდერს, რომ უზრუნველყოს სულ მცირე 80%-იანი მოწვა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების, როგორც არის იმუნიზაცია. მაშინ, როდესაც ეს არ არის ასახული არც ერთ ვალდებულებაში კერძო სადაზღვევო, თქვათ, ადმინისტრირების კუთხით. მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ხო შეიძლება რომ აისახოს. ეს აისახება. რატო არ უნდა ენდოს სახელმწიფო კერძო სექტორს და უნდა განვითარდეს მასაც შეუძლებს ხარჯებს ალბათ დამეთანხმები. ეს მოხდება დაგვხვდა სამწუხაროდ, ეს იყო ის რეალობა, რომელიც ჩვენ ის თქვათ მივიღეთ მემკვიდრეობით, მაგრამ აქ მხოლოდ ერთ და ორ ინდიკატორზე არ არის საუბარი, თუ კი ჩვენ ტოტალური ხარისხის მართვის სისტემა არ დავნერგეთ ქვეყანაში, წარმოუდგენელი იქნება, თქვათ, თვითონ სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარი. საკმაოდ კარგი ინიციატივები იყო წინა ადმინისტრების ვინ უზრუნველყოფს, ვის უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ტოტალური მართვის სისტემა მოიცავს როგორც ეროვნულ დონეზე, იგივე პროტოკოლების და გაიდლაინების არსებობას, ასევე აკრედიტაციის მექანიზმების არსებობას, ასევე დაწესებულების დონეზე შიდა აუდიტის მექანიზმების არსებობას, რომელიც თუმცა იყო დეკლარირებული და მე აღვნიშნე საინტერესო ინიციატივა და ბატონ ზურაბს მივხვდი, რომ მინიშნება იყო იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამაზე,
რომელიც მისი ინიციატივით, მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, ეს თავისთავად ძალიან კარგი ინიციატივა იყო, მაგრამ რეალობა დაგვხვდა ის, რომ 630 პროტოკოლი, რომელიც პროფესიულმა ასოციაციებმა შემოიტანეს სამინისტროში, მათი გაფილტვის შემდგომ 60% შემოტანილი დოკუმენტაციის იყო იმდენად უხარისხო და იმდენად არ შეესაბამებოდა ელემენტარულ სტანდარტებს და საერთაშორისო მტკიცებულებებს, რომ მათი მოდიფიცირებაც კი შეუძლებელია და ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩვენ ყოველდღიურ მუშაობას ვეწევით პროფესიულ ასოციაციებთან, მათ ძალიან დადებითი რეზონანსი გამოიწვია. მოხმარებლის პოზიციიდან რო შევხედოთ, მოხმარებელი სხვა არჩევს ხომ მიდის ის ყოველთვის უკეთეს კლინიკაში ან უკეთეს ექიმთან, როცა მას აქვს მეტი არჩევანი, ან სარგებლობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიიდან რომელიმეს მომსახურებით, იმიტომ რომ ერთი არის მეორეზე უკეთეს. გარდა კონკურენციისა, რა წარმოგიდგენიათ უკეთეს განმაჯან სარგებლო და გამაუმჯობესებლად სისტემაში. სამედიცინო სერვისებში და ყველაზე გამართულ სამედიცინო სერვისებშიც კი არის ესეთი მცნება სამედიცინო ინფორმაციის ასიმეტრიულობა. პაციენტი ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უფრო ნაკლებ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ექიმი და თვითონ პროვაიდერი. მით უმეტეს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს ჩვენ იგივე ხარისხის შეფასების, ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმები ჯერ არ არის დანერგილი, თუნდაც ესე ვთქვათ, რანჟირება და კრიტერიუმები შეფასების ობიექტური ჯერ სისტემას არ გააჩნია, ნებისმიერი არჩევანი პაციენტის მხრიდან ძალაუნებურად ხდება სუბიექტური. მისი თქვათ პირადი ან თქვათ მისი კოლეგის ან მეგობრის რჩევაზე დაფუძნებული. ეს ის თემა, რომელიც აუცილებლად არის სამუშაო და ჩვენ ყველგან ნებისმიერ თქვათ ჩვენს განცხადებებში და დებატებშიც ვაჟღერებთ იმას, რომ ხარისხის კონტროლს ექნება უპირველესი მნიშვნელობა ჩვენს შემდგომ მუშაობაში, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა გავზარდოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც არ უნდა გავზარდოთ ფინანსური ხელმისაწვდომობა სერვისებზე, თუ კი ხარისხის კუთხით არ მიეხედა ამ საკითხს, ნამდვილად ვერ ვიმოქმედებთ ზოგადად მოსახლეობას. ხარისხი ხვდები რომ თქვენ ამბობთ რომ მნიშვნელოვანი ისე როგორც რეგულირება ამ სფეროს, მაგრამ რატო არ შეიძლება რეგულირება იგივე კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის და რატო მაინდა-მაინც ერთი სახელმწიფო ფონდი, რომელიც უკონკურენტო გამოდის ამ შემთხვევაში. არა, დღევანდელი ასევე ისმის უკაცრავად გაწყობილი ისმის არგუმენტებიც იმის შესახებ, რომ გარკვეულწილად სახელმწიფო ართმევს პოტენციურ კლიენტებს სადაზღვევო კომპანიებს, იმიტომ რომ მე მაგალითად პირობითად ვიტყვი, რომ მე მაქვს კერძო დაზღვევა. შეიძლება მე მომავალ წელს აღარ ვისარგებლო კერძო ჩვენს პირობითად თქვი ამას დებატები, იმიტომ რომ ეხლა კაპიტანი მარიამის და მე შევეცდებით, რომ თქვენს და მაყურებელსაც რაღაცები აუხსნათ. ანუ, როდესაც ხარისხზე ლაპარაკობდა კაპიტანი მარიამი და ამ ნაწილში დავეთანხმო ხდებათ პროტოკოლების მნიშვნელობაზე. კონკურენცია პროზექტის თქვენი აზრით მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება რაშიც არის, თქვენი კითხვიდან მომდინარეობს ზუსტად ეს არის იდეოლოგიური განსხვავება, ვის ვენდობით უფრო მეტად. მე წარმოვადგენ იდეოლოგიას, რომელიც ენდობა უფრო კერძო სექტორს, კაპიტანი მარიამი წარმოადგენს რომელიც იდეოლოგიას, რომელიც სახელმწიფოს უფრო მეტად ენდობა, თუმცა რომელი სისტემაც არ უნდა ავირჩიოს და აქ დაფინანსების წყაროებზე ლაპარაკი, ვის ვაძლევს დაფინანსებას, ანუ სახელმწიფო აკეთებს თვითონ თუ კერძო სექტორი აკეთებს. ხარისხის საკითხი, რაზეც იყო ლაპარაკი, ორივე სისტემისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ანუ, თქვათ, პროტოკოლი, რომელზედაც ახლა იყო ლაპარაკი და გაიდლაინი, თანაბრად მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლისთვის იმ სისტემაშიც, რომელსაც ჩვენ ვქმნიდით, როდესაც კერძო სექტორს ვენდობით, კერძო სადაზღვევო კომპანიებს, თანაბრად მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა სახელმწიფო აკეთებს, თუმცა აქ ერთი უცნაურობა არის. ერთ შემთხვევაში და რატო არის ეს უპირატესი, როცა კერძო სექტორს, მარტო ჩვენ დობაზე კი არ არის ლაპარაკი. ერთ შემთხვევაში სახელმწიფო უბრალოდ თვითონ კი არ არის მოთამაშე, სახელმწიფო უბრალოდ ამოწმებს, სახელმწიფო ადგენს სტანდარტს და უბრალოდ ამოწმებს. და აქ სისტემა, რასაც დღევანდელი მთავრობა თავაზობს, თავის თავზე იღებს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ თავისთავად უნდა შეამოწმოს და ჩვენ აქ ხედავთ საფრთხეს, ხომ არ იქნება კორუფცია. ეს არის და ეს. ამას გეკითხებოდი ერთ დავასრულებ უბრალოდ რომ აი მაგალითად, როდესაც სახელი არ დაასახელა კაპიტანი მარიამი ალფაზია ლაპარაკი, რომელიც თბილისიდან და იქიდან გავიდა გურიდან, ხო? და სახელმწიფომ უფრო რაციონალური ხარჯვა აჩვენაო. ეხლა მე კაპიტანი მარიამის ხელმოწერით, უბრალოდ დღევანდელი მის ხელმოწერით გამოვიდა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში, იანვარში. ხო და 33 გვერდზე წერია ასეთი რამ, რომ
საშუალოდ ერთ ჰოსპიტალიზაციაზე დანახარც რაც შეეხება 2009 წლის შემდეგ, როცა ჩვენი რეფორმა აქტიურად შევიდა ფაზაში, აღნიშნულმა მისი კლება. აღნიშნული შესაძლებლობა მიანიშნებდეს სადაზღვევო კომპანიების მიერ შემთხვევათა მართვის სისტემის დანერგვის შედეგად ჰოსპიტალური დანახარჯების რაციონალიზაციის ტენდენციაზე. მსგავსი სხვა ციტატებიც არსებობს ამ ანგარიში. ანუ ეს რაზე მეტყველებს, რომ რა თქმა უნდა, ხარისხი ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც გვინდა მნიშვნელოვანია, რომ ის იმდენად არ დაზოგოს ან საავადმყოფომ ან სადაზღვევო კომპანიამ ხარჯი, რომ ეს არ მოხდეს პაციენტის ხარჯზე. და ამიტომ ჩვენ სისტემაში ამიტომ იყო საჭირო ეს პროტოკოლიც და რეგულირებაც. სისტემაში, რასაც დღევანდელი მთავრობა ქნის, იმიტომ არის მაინც ხარისხის კონტროლი აუცილებელი, რომ უსაშუალოდ არ გაიბეროს ხარჯი და ხარჯის გაბერვის შანსი, რომ ჩვენ ისევ დაუბრუნდეთ არარაციონალურ გამოყენებას, ძალიან მაღალია. მაგალითად, რასაც ურჩევდით დღევანდელ მთავრობას, რასაც ან მე ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც დაუბრუნდებით, მაგალითად შევაფასებთ მიმდინარე წლებში საწყოლზე დაყოვნება შემცირდა თუ გაიზარდა. იმის გამო რომ რაციონალიზაცია ხდებოდა ჩვენ დროს, საწყოლზე დაყოვნება შემცირდა და უპროცენტო დაბალი იყო. ტექნიკურ ევროპული სტანდარტები. მაშინ როცა ღრმად ვარ დარწმუნებული, მე არ მინდა რომ ახლა წინასწარმეტყველის როლი და თან ცუდი წინასწარმეტყველის როლი თამაში, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც საავადმყოფოები მიდრეკინი არიან, რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღონ სახელმწიფოსგან, საწყოლზე დაყოვნების დღეების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. აგერ ვიქნებით მეც და აგერ ამას ნახავთ აუცილებლად შედეგებს მინდა კითხვას დავრი მე რო შევაჯამოს მოკლედ პირველ რიგში რაც მინდა თქვა რატომ უზრუნველყოფს სახელმწიფო ფონდი ამას უკეთად სახელმწიფო ფონდი თავის როგორ შეამოწოს ვიდრე კონკურენციის პირობებში როდესაც რამდენიმე სადაზღვევო ოპერირებს სახელმწიფო თუნდაც გარკვეულ რეგულაციებს აწესებს რაზეც თქვენ საუბრობთ. მოდით პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ იდეოლოგიურად არასწორად შეიძლება გაჟღერდა ფორმულირება რომ ჩვენი იდეოლოგია არის სახელმწიფო რეგულირების და სახელმწიფო ადმინისტრირების გაძლიერება. ერთადერთი ხედვა და იდეოლოგია არის ჩვენთვის მოსახლეობისთვის სამედიცინო კუთხით ჯანდაცვის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა და საყოველთაო ჯანდაცვის მიზნის მიღწევა. როდესაც საუბარია ერთიან ფონდზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები განსაკუთრებით მცირე რიცხოვანი, თქვათ, ერებისთვის და სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციას უწევს სწორედ ერთიან, გაერთიანებულ შესყიდვებს, რომელიც მაქსიმალურ ხარჯ-ეფექტურობას იძლევა სახელმწიფო დანაზოგების. რაც შეეხება ძველ მოდელს, რომლითაც ოპერირებდა ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრიობის კუთხით რამდენჯერმე გაჟღერდა დადებითი შეფასება, რომ ნამდვილად, როდესაც რესურსები შეზღუდულია, პირველ რიგში მიმართული ყოფილიყო ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ეს ნამდვილად დადებითი ნაბიჯი იყო პირველი, თქვათ, გაფართოების ფაზებში. დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან მქონია აი ამ ადმინისტრირების მოდელზე საუბარი და არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა დადებითი შეფასება იმ მესამე მხარის ადმინისტრირებისა, რომელიც საქართველომ აირჩია. ეს არ იყო, თქვათ, საუკეთესო მოდელი ადმინისტრირების ეს ბიუროკრატებს არ უყვართ სექტორს. დამიჯერეთ. მე საერთაშორისო ორგანიზაციებში თქვენს გიმუშავებთ და მეც და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო ბიუროკრატებსაც ისევე უყვართ ადგილობრივი ბიუროკრატია, როგორც თქვენ დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებს გიყვართ უფრო მეტად ენდობით ბიუროკრატიას, მაგრამ კიდევ ერთხელ რისი თქმა მინდა, კიდევ ერთხელ მიზანი ძალიან კარგია, მაგრამ ამ სისტემაში რომ დავრჩენილიყავით, რასაც თქვენ დღეს თავაზობთ, რომ სახელმწიფოს თავის თავზე აეღო ჩვენ ინფრასტრუქტურის იმხელა გადაიარაღებას ვერ შევძლებდით, რაც მოხერხდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით. მე არ ვამტკიცებ, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ დავტოვეთ, თქვა 2012 წლის 1 ოქტომბრის იყო იდეალური. მოდელი ჩემი აზრით იყო ყველაზე საუკეთესო დღევანდელ მსოფლიოში, რაც შეიძლება ნახო და ეს მოდელი თქვენს გიწერიათ ჯანდაცვის შეფასების ანგარიში, რომ მოქმედებს ვიდრე ობამაქერი ამ მოქმედებოდა. შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, სადაც ყველაზე კარგი ჯანდაცვის სისტემებია. მაგრამ კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვთქვათ, რომ ნაკლოვანებები, რაც ახასიათებდა ჩვენ სისტემას, გამომდინარე იყო არა იქიდან, რომ მოდელი იყო არასწორი, არამედ თავისთავად ნებისმიერ სისტემას თქვენ რასაც ნერგავთ ახლა, იმასაც ბევრი ნაკლოვანება აქვს სწორედ იმის გამო, რომ იმპლემენტაციის პროცესში სისტემა უნდა გადაეწყოს ამაზე. ბევრი ადამიანი, რომელსაც ტრენინგი ჭირდება, ახსნა ჭირდება და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდე უფრო მეტად
ეციცრულ ხელმისაწვდომობას მაგალითი მოგიყვანოთ. ძალიან ბევრგან სწორედ იმის გამო რომ ფინანსური პრობლემები შეიქმნა, დაიხურა სხვადასხვა განყოფილებებში. ჭიათურის საავადმყოფოში ვიცი რომ დაიხურა სამშობიარო, თეთრი წყაროში ვიცი რომ დაიხურა ქირურგიული განყოფილება, ამიტომ რის გამო ბატონო? ეს ორივე ხა ჯეოჰოსპიტალსის არის და ჩვენ არ ვიცით ხა ჯეოჰოსპიტალს უნდა ვკითხოთ რის გამო, მაგრამ ჩემი აზრით თუ ჩვენ ვაპარაკობდით იმაზე რომ მოდით ჯერ გავაკეთოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ანუ სერვისები ჩავიტანოთ პაციენტთან ახლოს და მე ვნახოთ კიდე ბევრი რამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რომ უკვე აწყობილ სისტემაში ესეთი სერიოზული ბზარები არ გაჩნდეს. მეორე, ეს არის ხარისზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან სწორი იყო რაც ქალბატონო მარიამმა თქვა პროტოკოლები, მაგრამ არის მეორე საკითხი, ეს არის ექიმებისა და ექცნების კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე მათი ანაზღაურება, რაც ასევე არ მიბმული ხარისხთან. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, მე მაშინ რეაქცია არ მივეცი, ბატონი დავით სერგეენკო გახდათ დიღმის ცენტრში და განაცხადა აგვისტოში, რომ ეს შენობა იმიტომ არ გავხსენით აქამდე, რომ მზიდი კედლებიაო დაბზარულიო და მან დარწმუნებული ვარ, კარგად ვიცით მედიცინა, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ აგრეთვე მშენებლობას, იმიტომ რომ კარკასულ შენობაში და ეს კარკასული შენობა მზიდი კედლები არ არსებობს საერთოდ. ამიტომ მზიდი კედლების დაბზარვაზე როცა ვლაპარაკობთ, შენობის კონსტრუქცია მაინც უნდა ვიცოდეთ როგორია. ამიტომ ჩემი აზრით იუსტიციის სახლის პარკინგისა არ იყოს, აგერ თბილისის იუსტიციის სახლისა ერთ წელი რომ პარკინგი ვერ გაკეთდა. რა დაადგა ასეთი უსაშველო ამ ცენტრის ამოქმედებას. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ხარისხი მივაწოდოთ პაციენტს და ის დარწმუნებული იყოს პროტოკოლის გარდა, რომელიც სრულად ეთანხმება აუცილებელია და ასევე მე დიდი ენერგია ჩავდე ამაში, თანხებით, რომლის გაფლანგვა იმედი არ დამბრალდება მომავალში, სხვა პროგრამების მსგავსად, აუცილებელია ექიმთა კვალიფიკაციის ცენტრის ამუშავება სასწრაფოდ. ეს არის მნიშვნელოვანი და ექიმების ანაზღაურება. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე მოვისმინოთ, როგორ აისახება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმების ანაზღაურებაზე. აქაც მინდა დავეყრდნო. ანაზღაურების ბატონზე რა გაგაწყვეტ, აუცილებლად ცალკე დავუბრუნდები ამ თემას, უბრალოდ მინდა რომ ამაზე გვექნეს მინდა რომ შეიძლება ამ მე ერთ რამეს დავამატებ და უპასუხეთ ბატონს, რასაც თქვენ საუბრობთ ინფორმაციის ასიმეტრიულობაზე. თუმცა ეს სერვისია ხო, რომელსაც ყიდულობს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ხდის მას ფულს, როდესაც ყიდულობს ადამიანი კომპიუტერს, მანქანას, ის აუცილებლად არ არის ინჟინერი ან ამ სფეროს სპეციალისტი. რატომ არ ვენდობთ ადამიანებს საკმარისად საიმისოდ, რომ მან აარჩიოს სხვადასხვა მიმწოდებლისგან და რატომ მაინდა-მაინც ერთი მიმწოდებელი. მარიამის ხარეზე აქ მოდი ხარისხით. ძალიან სპეციფიური სფეროა. ბატონო, დაგვეთანხმებით, რომ ბოლო ერთ წლის მანძილზე ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ ზედმეტი კრიტიკა არ გაჟღერებულიყო იმ წინა რეფორმების და ხარვეზების, რომელიც სისტემაში რჩებოდა და გადაწყვეტილებებისა, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო იმ პერიოდში. კრიტიკებთ ჯერჯერობით. მაგრამ მე სხვა გზა არ მრჩება, უნდა გიპასუხოთ და თქვა ჩემი ნებისმიერი პასუხი საკმაოდ უარყოფითად აისახება იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც იყო მიღებული სწორედ წინა ადმინისტრების დროს. დავითხოთ მიზნობრიობით და რამდენად გამართლებული იყო ის მიდგომა და რამდენად გარანტირებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც უმწეოთა, ასევე საპენსიო, ასაკი სადაზღვევო პროგრამების ამუშავების შემდეგ. მიუხედავად იმისა, გეთანხმებით, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო 50% მოსახლეობის დაზღვევა, სახელმწიფო თუ კერძო ადმინისტრებით, მაინც 2012 წლის ბოლოსთვის ჯიბიდან გადახდილი პროცენტი საერთო ჯანდაცვის დანახარჯების იყო 70%-ზე მაღალი. მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ იდეალურ შემთხვევაში პირდაპირი გადახდა, ანუ მოქალაქეს და ოჯახს არ უნდა უწევდეს სამედიცინო დახმარებაზე, საერთო შემოსავლებიდან 20%-ზე მეტი გადახდის, ესე ვთქვათ, აუცილებლობა და თუკი 40% ცდება ჯიბიდან გადახდა, ეს უკვე ითვლება კატასტროფულ რისკად სამედიცინო სერვისის მიღების. სწორედ კატასტროფული რისკის ქვეშ რჩებოდა საქართველოს მოსახლეობა 2012 წლის ბოლოს. სწორედ
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შინამეურნეობების, ანუ ოჯახების 9% გაღარიბდა. მაგ ლოგიკას რომ იყოთ გაბატონ მარიამ, ანუ არ იყო ეს საკმარისად უზრუნველყოფილი, ხომ არ ჯობდა ზუსტად ამ ჯგუფების გაძლიერება მომხდარიყო და შემდეგ გადასულიყავით უფრო უნივერსალურ მოდელზე. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა სოციალური, ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა და კონტექსტი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაზე უმწეო ჯგუფებს ვეხმარებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ვეხმარებით და ამ ფონზე იგივე გაეროს უკანასკნელი მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% კვლავ რჩება სოციალური და ეკონომიკური რისკის ქვეშ, ეს გახავთ 2012 წლის ბოლოს 2013 წლის კვლევა, რომელიც გაერომ დადო. მაშინ, როდესაც ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში რჩება კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და უკიდურეს სიღარიბეში. კი ბატონო, ამ ფონზე, როდესაც საკმაოდ მაღალია უმუშევრობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვამბობთ, 15% გვაქვს ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა, მაგრამ ფორმალურ სექტორში დასაქმებული მხოლოდ 600,000 მოქალაქე გვყავს, 1,600,000-დან, რომელიც ითვლება ზოგადად დასაქმებულად. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა ზოგადად რჩებოდა საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ჯანდაცვის მომსახურების კუთხით, ამიტომ საყოველთაო მოცვისთვის პირველი რიგის ამოცანა, რომ ჩვენ კატასტროფული რისკებისგან დაგვეცვა მოსახლეობა, ეს უკვე გაკეთდა. მეორე გახდათ დახურვა მთელი რიგი განყოფილებებისა და სამშობიარო განყოფილება ახსენა ბატონმა ზურაბმა. სწორედ იმიტომ, მიუხედავად იმისა, რომ როგორ შეიძლება ვინმე თქვას, რომ გარემონტებული საავადმყოფო და ხელახლად აღჭურვილი საავადმყოფო უფრო ცუდია, ვიდრე თქვათ მოძველებული ინფრასტრუქტურა, მაგრამ დაგეგმარება ინფრასტრუქტურის არ მომხდარა სტრატეგიულად. იგივე მცირე საწოლ ფონდებზე გათვლილი საავადმყოფოები, რომელიც აუცილებლად იქნებოდა არარენტაბელური და გარკვეული ეტაპის შემდგომ გამოიწვევდა მათ, ესე ვთქვათ, ფინანსურ ზარალს და გადაწყვეტილების მიღებას, რომ დღეს თუ ხვალ ეს დაწესებულებები შეწყვიტავდნენ. თქვენ იქნებოდა მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, როდესაც 2012 წლის ბოლოს ჩვენ ახალი ადმინისტრირების მხრიდან ჩავერთვეთ ჯანდაცვის სისტემის მართვაში. იმ პერიოდისთვის არც კი არსებობდა ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით, რა ინფრასტრუქტურა ჰქონდა ამბულატორიულ თუ ჰოსპიტალურ დონეზე, რა საწოლ ფონდებს ფლობდით სხვადასხვა რეგიონის დონეზე და რამდენად ადეკვატური იყო არსებული ინფრასტრუქტურა მოსახლეობის სხვადასხვა ფენების. ბატონზურას ალბათ შეუძლია ამაზე ვიპასუხოს. შემდეგი, ანუ მესამე საკითხი იყო ის მოდელები, რომელიც ის მოდელები შვეიცარიის, ამერიკის, ჰოლანდიის ბატონზურმა ამოიკითხა ჩვენი ანგარიშიდან, რომელიც 2012 წლის დეკემბერში. დიდი მადლობა 2012 წლის ბოლოს და 13 წლის დასაწყისში შედგა. აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდა სტაციონარულ მომსახურებაზე დანახარჯები და ისევ და ისევ მიუხედავად იმისა, რომ მოდელი იგივე მესამე მხარის ადმინისტრირების შეიძლება ეფუძნებოდეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს, რეგულირება არ არსებობდა, რაც იყო აუცილებელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პირობა გადაბარების კერძო სექტორის ადმინისტრირების. და სიმულაციის ცენტრი ახსენა, უბრალოდ მე ვცდილობ, რომ ვიპასუხო იმ კითხვებს, რომელიც დაისვა. დროში შეზღუდულები ვართ, კიდე მინდა რომ რაღაც მე მახსოვს ბატონი ჯულას და ბატონი დავითის ინტერვიუ და იქ საკმაოდ ნათლად გაჟღერდა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით სამედიცინო განათლება, სამედიცინო კადრების კვალიფიკაცია და სტანდარტიზაცია თუ კი არ მოხდა სამედიცინო სერვისის წარმოუდგენელია რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლის თქვათ მიღწევა. მაგრამ სიმულაციის ცენტრი თავისთავად იდეის დონეზე კვლავ არ იყო ცუდი იდეა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი იმ ერთიანი დაგეგმარების სქემაში, რომელიც ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში საკადრო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. თვითონ სიმულაციის ცენტრს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის კუთხით გაუჩნდა პრობლემები, არამედ დიზაინის კუთხით ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტ სიმულაციის ცენტრებისა სამწუხაროდ ეს გახდა რეალობა და ისე სპეციალისტებთან ერთად ბატონზურა თუ გნებავთ ერთად მოვინახულოთ ცენტრი და ერთად გავიაროთ ეს საკითხი. უბრალოდ ძალიან ვიზღუდებით რომ ბატონზურასაც მინდა რომ ის საშუალება და მე მინდა მოსახლეობას ესე იგი მოკლედ შევდუსალმო თქვენს ალბათ მაყურებელიც არ ახართ შეჩეული ესეთ შედარებით დაბალ ტონებში დებატებს. ხო, უჩვეულოა, რაც იმით არის განპირობებული, რომ მართლაც ჩემი აზრით ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აღელვებს და
ალბათ სასურველი არის ყველას ეხება პოტენციურად. ყველას ეხება და სასურველია რომ ასეთ რეჟიმში გავაგრძელოთ დიალოგი რა, ნამდვილად მისასალმებელი იქნება. ეხლა ეს რამეში ნამდვილად კრიტიკას ვერ მივიღებ, როდესაც 2012 წლის ბოლოს მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის 50%-ს ჰქონდა ფინანსური ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, საიდან დავიწყეთ. ანუ ჩვენ დავიწყეთ 2003 წლიდან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი იყო იმხელა, რამდენიც დღეს არის მხოლოდ არა მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროსი, არამედ მხოლოდ ჯანდაცვის ბიუჯეტი. და სწორედ ის ფაქტი, რომ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობიდან ქვეყანაში ჩვენ შევძელით 50%-ის დავსვლა. ეს ამაში ხო და ამიტომ კარგი არის რომ ჩვენ რაღაცა მონოპოლი გვაქვს, რაღაცას თქვენ აკეთებთ და ღმერთმა ხელი მოგვიმართოს თქვენს და ჩვენს, იმიტომ რომ ყველას გვეხება. ეხლა როცა თქვენ ამბობთ რომ სადღაც დაგეგმარება იყო არასწორი, ერთი რამ კიდევ უნდა ვთქვათ. კიდევ ერთხელ ჩვენ რეფორმა დავიწყეთ 2009 წლიდან და ბევრი დეტალი ამ მოდელს აუცილებლად უნდა დამატებოდა და თქვენ მოდელსაც უნდა დაემატოს. რეფერალის სისტემის აწყობა, ანუ ის რომ ვთქვათ, შეიძლება რაღაცას ოპერაცია არ კეთდებოდეს ჭიათურაში, მაგრამ როგორ ხდება ამ პაციენტის გადაყვანას სასწავლებელი იყო მცირე დაწესებული ხო, ქუთაისში, ან თუ ქუთაისის ინტერვენციულ ხილში გარკეთდება, როგორ ხდება მისი ტრანსპორტირება თბილისში და შემდეგ ეს ნამდვილად დავეთანხმებოდი, რომ დღესაც ძალიან სერიოზული სამუშაოა იმისათვის, რომ რაღაცა სერიოზულ დონემდე მივიდეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ ერთ რამეს, ჯანდაცვის ხარჯებზე იყო ლაპარაკი. და მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ მაღალი ხარჯი ჩვენთან, როდესაც ოჯახებს უწევთ გადახდა, ძირითადად მაინც დამოკიდებულია წამალზე და მედიკამენტებზე. აი ამ დიდ პროცენტში 70 შეიძლება არ იყოს 60-ში. ძალიან დიდი პროცენტი უკავია სწორედ მედიკამენტს და მედიკამენტს უკავია. ბევრ ადამიანს რომ საუბრობთ, სწორედ მაგას აღნიშნავენ პრობლემად. მედიკამენტს უკავია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან ბევრი არის თვითმკურნალობა და მივადექით იმ საკითხს, რაშიც შეიძლება გაუკვირდეს მაყურებელს, გაიკვირდეთ თქვენს, მაგრამ უნდა მივესალმო იმას, რასაც ახლა აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რა თქმა უნდა, რეცეპტ ჩვენ საზოგადოებას რეცეპტის შემოღებაზე ექნება ისეთივე უარყოფითი მძაფრი რეაქცია, როგორც თავის დროზე ჩვენ რო სალარო აპარატები შემოვიდეთ, მაგრამ არა, ერთი წამით. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ გადავიდეთ ჯანდაცვის ნორმალურ სისტემაზე, ამ შემთხვევაში მე არ გავაკრიტიკებ ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ დღეს გვინდოდა გვესაუბროთ სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლებთან, ზოგ შევუთანხმდით, თუმცა ბოლოს ვარ იტყვის, არ ვიცი რას უკავშირდება თქვენ, რითი ახსნით საინტერესო ამ თემაზე, რატომღაც თავს არიდებენ საუბარს და ასევე ვესაუბროთ, აუცილებლად მინდა მოусმინოთ სხვადასხვა ადამიანებს, რომელსაც ისარგებლეს უმეტესობამ პრობლემებზე მხოლოდ კამერის მიღმა ისაუბრა, რადგან მათი ნაწილი მცირედით მაინც სარგებლობს, ნაწილს შეგვიძლია მოусმინოთ და ნაწილზე მე მოგიყვები თუ რა გვითხრეს მათ კამერის მიღმა. ძალიან გვაყოფილი ვარ, რაზეც მიმიკითხებია ყველაზე ნორმალური პასუხები მივიღიათ. არა, არ შევხედე ვართ არანაირ პრობლემას, მაგრამ ძალიან პატარა ანაზღაურება. 2500 და 51 დღე არის უკვე ინსულტით კომაში არის. გამოკვლევაზე არ გადგებაო. 700 ლარი ჩდება გამოკვლევა თავის. მაღალფასიანიაო და იმიტომ არ გადგებაო. დაბალფასიანებზეა ის საყოველთაო. არაფერი პრობლემა და ვარ ძალიან მოყოფილი. ძალიან მოყოფილი დიახ. და მოყოლი ყველაფერს. შეზღუდვები გვაქვს ანალიზებზე, ყველაფერზე აბსოლუტურად. არანაირი ფუნქცია არ აქვს, მე ვერ გამოვიყენე. უბრალოდ ელემენტი შარდის ანალიზიც რო უკაცრავ და მაგასაც ვერ ვიყენებ. პოლიკლინიკაში რომ შემივედი, რა ვიცი, არაფერი არანაირი მაქვს. უბრალოდ მარტო პედიატრმა ნახა და მორჩმიტი არაფერი. იქ ბეჭედი უნდა, იქ ესეთი გართულება არ აქვს, იქ ესე არ არისო, ის არ არისო, ეს არ არისო. არ ვიცი რა ვიცი. მე ვერ ვიყენებ პირველად. ჩვენ ხედავთ როგორც მაყოფილ ასევე უკმაყოფილ ადამიანებს ასევე რაც ისაუბრებს მათ კამერის მიღმა რომ შევაჯამოთ დასახელდა რამდენიმე პრობლემა ყველაზე ხშირი იყო რიგებთან დაკავშირებით რომ ხშირად უწევთ რაღაც რიგში დიდხანს ყოფნა მათ შორის როდესაც ოპერაციას გეგმავენ და ასე შემდეგ ასევე ბევრი საუბრობდა იმის შესახებ თუ ვერ იგებენ რომელი პროგრამა ფინანსდება და რომელი არა აქ ქალბატონი საუბრობდა 700 ლარიან
გამოკვლევაზე, ასევე საუბარი იყო ერთ-ერთი მან კამერის მიღმა, ასევე გითხრა, რომ მას აინტერესებდა იყო თუ არა ონკოლოგიური პაციენტი, მისმა პირადმა ექიმმა 2000 ლარის გამოკვლევები დაუნიშნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ ფინანსდებოდა. არის თუ არა ეს მკაფიოდ გაწერილი, ასე ვთქვათ, გაიდლაინები, რა ფინანსდება და რა არა? აბსოლუტურად დეტალურად არის გაწერილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებული როგორც ამბულატორიული, ანუ პოლიკლინიკის დონეზე ანაზღაურებადი მომსახურება, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონარული მომსახურება, ონკოლოგია, ქირურგიული ჩარევები და ასევე თქვენ მშობიარობასთან დაკავშირებული სერვისები. აღნიშნავ, რომ ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ დაბალანსებული რეზონანსი იყო ასახული თვითონ თქვენს რეპორტაჟში. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, თუ კი საუბარია, რომ მოსახლეობას ზუსტად არ აქვს, ესე ვთქვათ, ინფორმაცია მე ყველას შარდის ანალიზის ჩვენ ტელემაყურებლებს მოუწოდებ, რომ თუ კი ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით გთხოვთ ისარგებლოთ ცხელი ხაზით 15:05, რომელიც მოქმედებს და უშუალოდ შორის მე პირადად და ვიტყვი მასუხეთ ბევრ კითხვაზე დღეს დავრეკე როგორც რიგითმა პაციენტმა და ხოლოდ მას შემდეგ რომ თქვი რომ ჟურნალისტი ვარ, ეს ალბათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, ხოლოდ მას შემდეგ გამიხსნეს რაღაცა მოხდა, მე აუცილებლად ამაზე რეაგირებას, ანუ ვთქვათ, მოვიკვლევთ, რატომ მოხდა მსგავსი გაურკვევლობა. რაც შეეხება ანაზღაურების ტარიფებს, თვითონ პროგრამაში არის გათვლილი სატარიფო არეალები. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს არც ფუფუნება ფინანსური კუთხით და ასევე ვალდებულება გვაქვს, რომ საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ, მაგრამ ამასთანავე უზრუნველყოთ, რომ პაციენტს არ დააწვეს სამედიცინო, თქვათ, ხარჯები, თქვათ, მნიშვნელოვან წილად. ისევე როგორც მშობიარობის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს 500 ლარის ანაზღაურება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს და 800 ლარის ანაზღაურება საკეისრო კვეთის დროს, მაგრამ ამასთანავე არსებობს მთელი რიგი დაწესებულებები, რომლებიც დამეთანხმებით, რომ ყველა ორსულს არ ჭირდება, რომ მაინდა-მაინც სახელმწიფომ დაუფინანსოს მშობიარობა. კი ბატონო, აქაც მიზნობრიობიდან მეტი თანხა დარჩებოდა სხვებისთვის. როდესაც არის საუბარი ზოგადად, რომ შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს და ოჯახებს არ სჭირდებათ სახელმწიფოს მიერ გაღება, თქო, დამატებითი ხარჯები. როცა რესურსი ისედაც შეზღუდულია. გავიხსენეთ, რომ დღეს ჩვენი ჯანდაცვის სექტორი ფინანსდება საერთო შემოსავლებიდან, იმ 20%-იანი საშემოსავლო, თქო, ტარიფიდან, რომელსაც რაც უფრო, თქო, ანაზღაურებადი ბრძანდებით, უფრო მეტი შენატანს აკეთებთ ბიუჯეტში და ამდენად არასამართლიანი იქნებოდა, თქო, იგივე შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების გარეშე არაინფორმირებული თანხმობით თქვენ ჩამოგთმევდათ უფლება, რომ თქვენივე შენატანიდან მიიღოთ ჯანდაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ გარანტიები. ისევე როგორც დაუბრუნდების სამშობიარო თქვათ შედარებას 500 ლარიანი ანაზღაურება გვაქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობაში და არის მთელი რიგი სამშობიარო სახლები და პერინატალური, ესე ვთქვათ, ცენტრები, რომლებიც სწორედ ამ ფასის არეალში აბსოლუტურად უზრუნველყოფს მომსახურებას ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, მაგრამ ისევ და ისევ პირადი არჩევნის პირობებში, თუ კი თქვენ გნებავთ, თქვათ, იგივე ლუქსი პალატა ან ინდივიდუალური, თქვათ, პირადი ექიმის აყვანა, დამატებით, ესე ვთქვათ, ხშირად VIP სერვისიც უწოდებენ თვითონ პაციენტები და ექიმები. და თუ კი ბევრად უფრო ძვირი ჯდება კონკრეტულ დაწესებულებაში მშობიარობა, მაშინ ის განსხვავება, რა თქმა უნდა, არის გადასახდელი თვითონ მშობიარის ან ოჯახის და ეს ალბათ ლოგიკურიც არის დამეთანხმებით და უზრუნველყოფს ისევ და ისევ რაციონალურ ხარჯს. გადასახადების დაწევა არ იქნებოდა და მე მგონი ცუდი იდეა თუ ამის რესურსი აქვს სახელმწიფოს, რომ არ იყოს 20%, იყოს ნაკლები. რას ლაპარაკობ ყველა წამყოლ ქვეყანაში პირიქით 20%-იანი. რა თუ მაგის ფუფუნება არის, რომ ვიღაცებს შეიძლება დაიწყოს. 700 ლარი გაჟღერდა ერთ-ერთი, თქვათ, სერვისის შემთხვევაში, ისევ და ისევ შეუძლიათ საყოველთაო ჯანდაცვის ოფისებს მიაკითხონ ან დაარეგონ ხელხაზე და მათ მიაწვიან იმ დაწესებულების ჩამონათვალს, სადაც 700 ლარის არეალში მათ იგივე მომსახურებას გაუწევენ. თქვენ თუ გსმენიათ თვითონ თქვენ თუ მოგმართავენ ამ ინფორმაციით, ანუ რა დაბრკოლებები ხდება ამ მიმართულებით? ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ბატონო ზურამ აღნიშნა ურგენტიზაციის პრობლემა, რაც ნამდვილად არის თქვათ მნიშვნელოვანი რისკი, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ მსოფლიოში. გაზრდილია ბოლოს დღეს. ჩვენ თითოეული სტაციონირების თითოეული შემთხვევის ინსპექტირება ხდება ადგილზე. თვითონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არის ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ადგილზე გადის
და ყველა სტაციონირების შემთხვევის შემოწმება ხდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მონიტორინგი როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დონეზე და ის პრობლემები, რომელიც იკვეთება დინამიკაში პროგრამის მიმდინარეობისას, ხდება იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირება. მაგალითისათვის შემიძლია მოგახსენოთ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირდა თვითონ ადმინისტრირების ყუთით დაყოვნება, დაწესებულებებს ექმნებოდათ შეტყობინების დროს ტექნიკური პრობლემა, თქვათ, საინფორმაციო ტექნოლოგიური კუთხით, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით უკვე გამოსწორებულია და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე უკვე არის გადაჭრილი მთავრობის ახალი დადგენილებით, მოგეხსენებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ქონდა განსაზღვრული 70%-იანი თანადაფინანსება, მაგალითად ქირურგიული ჩარევებისთვის, იგივე კარდიოქირურგია და 80%-იანი თანადაფინანსება ონკოლოგიის შემთხვევაში. მაგრამ როდესაც ჩვენ 2 თვის ანალიზი ჩავატარეთ, გაირკვა, რომ დაახლოებით 50% მოსახლეობის ხდებოდა იმ სატარიფო არეალში, რომელიც მათ 70-იან და 80%-იან თანადაფინანსებას უნასხაურებდა და შესაბამისად მოხდა ცვლილება მთავრობის დადგენილებაში, მოხდა ფორმულის, ესე თქვათ, შეცვლა, რომ სატარიფო არეალი გაიზარდოს და დღეს უკვე პაციენტების უმეტესობა 80% ჯდება სწორედ სახელმწიფოს მიერ, თქვათ, განსაზღვრულ. კლინიკებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ მართლის კამერებთან არსებობრივი, თუმცა კამერის მიღმა დასახელდა თანხების გადარიცხვის დაგვიანების პრობლემა. საუბარი იყო, რომ სექტემბერში გადაერიცხა 3 თვის თანხები, თუ არ ვთქვით, თქვენ უფლობთ ამ ინფორმაციას. თუ კი საუბარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგვიანებით გადარიცხვას, მე აღვნიშნე თვითონ IT, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიური პრობლემა, რომელიც უკვე გამოსწორებულია და დღევანდელი მდგომარეობით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 33 მილიონი გადარიცხვა საერთო ჯამში უკვე არის განხორციელებული. დღევანდელი ანუ აღარ გვიანდება. აღარ გვიანდება, მაგრამ ბატონი ანდრიას პირველ კომენტარს გამოვეხმაურები, როდესაც საუბარი იყო დაუფინანსებელ ვალდებულებებზე. თუ კი დღეს სამედიცინო დაწესებულებებს რჩებათ პრობლემა ანაზღაურების. სამწუხაროდ ისევ კრიტიკა უნდა მიემართოს, თქვათ, კერძო სადაზღვევო კომპანიების. სადაზღვევების ნამდვილად ზურა მოიწყეს, რომ ერთრამე საკითხავთ. ექიმების განს მე თვითონ კერძო დაზღვევის მომხმარებელი ვარ და იქაც მსმენია, რომ მათ უწევთ ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტების მომსახურება და საუბარი იყო, რომ რამდენიმე 1000 თეთრს უხდიდნენ თითოეულ პაციენტზე, ენდოკრინოლოგიის შემთხვევაში იყო, მაგალითად ესეთი შემთხვევა, თერაპევტი რო ავიღოთ, ოჯახის ექიმი, რაც უწოდებს, სტანდარტული ექიმი, ასე თქვა, რომელიც ყველაზე ბევრია სისტემაში. რამდენს იღებდა ის მანამდე ერთ პაციენტზე დაზღვევის ფარგლებში და ახლა რამდენი უწევს, როცა გაფართოვდა ეს სისტემა? ნებისმიერ შემთხვევაში ისე არის გათვლილი, როგორც კერძო, ანუ იგივე უმწეოთა და საპენსიო პროგრამა და საყოველთაო პროგრამა, რომ თვითონ სახელმწიფო ფონდის გადანაწილება არის დაწესებულების მართვის საკითხი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და ეს მთავრობის დადგენილებებში არის ასახული, თუ კი იგივე ალფას და არქიმედეს მიერ ადმინისტრირებულ პირველადი ჯანდაცვის რგოლში. კაპიტაცია, ანუ ერთ მოსახლეზე ყოველთვიურად გადახდილი თანხა 80 თეთრიდან ვარდა 20-მდე მერყეობდა და საკმაოდ არის ფარგლებში საკმაოდ ხშირად. საყოველთაო ჯანდაცვაში ეს ანაზღაურება გაფართოებულ ფაზაში ვარდა 93 თეთრამდე არის გაზრდილი. ეს დედალი მსგავს მეუბნებით, თუმცა არის ეს არის კაპიტაცია, რომელიც სტანდარტულად მიუხედავად იმისა, იმ თვის პერიოდში მოსარგებლე ისარგებლებს თუ არა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით, ეს თანხა, მოჭრილი თანხა მიდის პოლიკლინიკამდე და ჩვენი მარტივად რო ვთქვათ, აი მაყურებლისთვის გასაგება, რატომ წუწუნებენ ექიმი, ვისი ბრალია რომ წუწუნებენ დაბალანაზღაურებაზე? ისე და ისევ არის უშუალოდ დაწესებულების დონეზე მართვის საკითხი. დღევანდელი კაპიტაცია საკმარისია იმისთვის, რომ თუ კი ჩვენ ავიღებთ სტანდარტულად, თქვათ 2000 მოსახლეზე, თქვათ ერთი პირველადი ჯანდაცვის გუნდის გადაანგარიშებას, რომ სწორი დაგეგმარების და სწორი მენეჯმენტის პირობებში მათ ჰქონდეთ შესაბამისად. ბატონო ზურაბას მოიწმინდა ის სწორედ ექიმებთან დაკავშირებით საუბრობდნენ, ახლა მოგცემ საშუალებას რომ გააგრძელოთ ანაზღაურებას რაც შეეხება. საერთოდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანდაცვა განათლებასთან ერთად ეს ორი უზარმაზარი სფეროა, სადაც მოღვაწე და დასაქმებულ ადამიანებს, ძალიან კარგ პროფესიონალებს მუდმივად განცდა, რომ მათი პატრონი სახელმწიფო და მთავრობა უნდა იყოს და ნაკლებად თავის
ბევრ რამეს შეიძლება თავის უშუალო დაწესებულების მენეჯმენტს აბრალებდნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ გადავიდეთ ამაზე. ქალბატონი მარიამი სწორად შენიშნავს, რომ თვითონ დაწესებულების შიგნით უნდა ჩავიხედოთ მენეჯმენტი რამდენად სწორად ანაწილებს ხელფასებს. მაგრამ ერთი არის, რასაც ის ამბობს და მეორე არის დღევანდელი ქართული ოცნების მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ექიმებში და სამედიცინო პერსონალში აღვივებს ასეთ ტენდენციას, რომ ეხლა სანამ ეს საავადმყოფოები სადაზღვევების ხელში იყო, მიტო იყო ყველაფერი ცუდად, თორე ჩვენ ეხლა მოვახდენთ ამის ნაციონალიზაციას, წავიღებთ ყველაფერს უკან და ყველაფერი იქნება კარგად და სახელმწიფოს ხელში გადავა ყველაფერი. როდესაც მე ეხლა ნამდვილად არ შეუდგები ამის დეტალურ განხილვას და სადაზღვევების პირობებში ინფორმაცია მეტი ანაზღაურება მაშინ აბსოლუტურად არ შეესაბამება. ექიმებს რაც შეეხება ექიმების ანაზღაურებას კიდევ ერთხელ დაბალია. რა თქმა უნდა, შორს არის სასურველი დონისგან, მაგრამ თვითონ ამ ანგარიშიც ნაჩვენებია, რომ საშუალო თვიური ხელფასი თუ 2006 წლიდან მოყვებით იზრდებოდა. კიდევ ერთხელ ეს შეიძლება არ ეხება ყველა დაწესებულებას, მაგალითად მე ჩავსულ ვარ სამტრედის რამდენი იყო 2006 წელს და ახლა რამდენია? მაგალითად 2006 წელს ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებია 278 ლარი იყო. ექიმებს არ ეხება. ზოგადად მაგრამ სამედიცინო პერსონალის საშუალო თვიური ხელფასი იყო მხოლოდ 153 ლარი. ანუ მნიშვნელოვნად დაბალი ვიდრე სხვა პროფესიები და გასაშუალებული. მაგრამ 2011 წელს აქ არ არის მოცემული 2012-ის მონაცემები, უკვე სამედიცინო პერსონალის საშუალო თვიური ხელფასი თითქმის დაუახლოვდა ქვეყანას საშუალო თვიური ხელფასს და გადააჭარბა 636 იყო საშუალო და არა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში 639, ანუ უფრო მეტი ვიდრე საშუალო ხელფასი. ანუ ექიმების და ექნების საშუალო ხელფასმა ოდნავ გადაასწრო ზოგადად ყველა პროფესიის საშუალო ხელფასი. საკმარისია, მე ვიტყოდი რომ არ არის საკმარისი, მაგრამ სწორედ იმ პირობებში, როდესაც ხორციელდებოდა ჩვენს მიერ გაკეთებული რეფორმა, ეს მუდმივად იზრდებოდა. იმის ხარჯზეც, რომ ბევრი იყო კერძო ინვესტიციები ამ სფეროში. ახლა როდესაც მე შევთქვი ამასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ნაციონალიზაციას აპირებს, ჩვენ დროსაც იყო არაკეთილსინდისიერი ინვესტორი და ცნობილი ადითის პრობლემა, რომელიც საავადმყოფოები ახლა სახელმწიფომ დაიბრუნა ნამდვილად 8 რაიონში და შემიძლია ჩამოთვალო კიდევაც, თუ ამის საჭიროება იქნება, ქალბატონმა მარიამაც დარწმუნებული ვარ ზეპირათიცის, დაიბრუნა, ხო? ჩვენ მაგალითად იგივეს ვაპირებდით, რომ დაგვებრუნებინა, იმიტომ რომ არაკეთილსინდისიერი ინვესტორი იყო, მაგრამ ამას დარწმუნებული ვარ ისევ და ისევ ჩვენ გეგმავდით კიდევაც, რომ მაგალითად ვანში, სადაც იყო ერთ-ერთი ასეთი ისევ პრივატიზება მოხდა. არა, ჯეოჰოსპიტალთან იყო შეთანხმება, რომ 2013 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო ახალი სამედიცინო დაწესებულების გახსნა, რომელიც სწორედ იმის გამო, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა კერძო სექტორს, ჩემთვის დღემდე არ არის ცნობილი რა მოხდა ამ 8 რაიონში. უბრალოდ სახელმწიფო ამბობს, რომ მე ამას დავიბრუნებ, მე თვითონ გავაკეთებ. ჩამოთვალოთ მაშინ ეს რაიონების და ქალბატონი მარიამის გვიპასუხებს. ესე იგი, ესენი არის აღმოსავლეთ წყარო მოუყვე, დედოფლის წყარო, მერე ეს არის ქარელი, თუ გამომრჩება გურიაში ეს არის ჩოხატაური და ლანჩხუთი, ეს არის ხარაგაული და ვანი, ეს არის ლენტეხი და ერთი მაკლდება და მარიამ უნდა დამეხმაროს. რომელიღაცა მაკლდება, მაგრამ არა. ჩამოთვალე და არის რა პრობლემები ახლა იქ? რომელი? გუდაურში იგეგმებოდა. ხო, გუდაურში უნდა გაკეთებულიყო კიდევ ერთი. ანუ ეხლა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ რო გაგვგრძელებინა, დღეს უკვე ეს სამედიცინო დაწესებულებები დამთავრებული იქნებოდა. უბრალოდ შეუძლებელია ერთის მხრივ სახელმწიფო მუდმივად ემუქრებოდეს სადაზღვევო კომპანიებს, რომ თქვენ ცუდები ხართ, ჩვენ ახლა ავდგებით და სახელმწიფო ფონდს გავაკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ მუქთახორები ხართ, ამხელა პროცენტს იხებდით აქამდე და ესე იგი ხალხის ხარჯზე ფულს ითვისებდით და მეორე ხელით იმავე კომპანიებს მოთხოვო ეს სამედიცინო დაწესებულებები ააშენოს. არა და მე ვანში ახლა აი უბრალოდ რომ გააგზავნოთ თქვენ კამერა და გადაიღოთ პირველი საავადმყოფო, ძველი საავადმყოფო, რომელიც ნახე, ალაგ-ალაგ იყო დარჩენილი, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში განახლდა ხო სამედიცინო. ვანში პირველად რომ შევედი, გული შემიწუხდა იქ, იმიტომ რომ იქ ესე იგი
დაინფიცირების საფრთხე რომ შევიდეს ადამიანებში უფრო მეტი იყო ვიდრე. ამიტომ კიდევ ერთხელ კერძო სექტორს კი არ უნდა ვემუქრებოდეთ. უბრალოდ უნდა ვცდილობდეთ რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მონახოს კარგი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი და ბავშვების ერთ-ერთი ინდიკატორი დღევანდელი მთავრობის პოლიტიკისა იქნება ისიც მომავალ წელს, მაგალითად, როცა სტატისტიკის დეპარტამენტი გამოაქვეყნებს, რამდენი იყო კერძო ინვესტიცია სამედიცინო სფეროში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პირობებში ეს მნიშვნელოვნად მოიკლებდა და ძალიან ცუდი ტენდენცია იქნება. კიდევ ერთი საკითხი ამ დროს თუ კერძო ინვესტიციები არ განხორციელდა ამ სფეროში, ვერ მოიმატებს სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, თუ ვერ მოიმატებს ანაზღაურება, ძნელი იქნება დავიჭიროთ ხარისხი ამ სამედიცინო დაწესებულებებში. და ერთ საკითხი, რასაც ჩვენ შევეხეთ, როდესაც თქვენ პაციენტების გამოკითხვა გააკეთეთ, ძალიან დაბალი არის, აქ ნამდვილად გავაკრიტიკებ დღევანდელ ჭანაჭის სამინისტროს რაღაცებს შევაქე, ძალიან დაბალი არის ინფორმირებულობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც უწევთ საყოველთაო ჯანდაცვის სარგებლობა. კარგია თავი მოვიწონოთ ციფრებით, ეს მთავრობა ასე აკეთებს, ჩვენც ასე ვაკეთებთ, მაგრამ რეალურად უნდა გავზომოთ, რამდენი არის ინფორმირების დონე საზოგადოებაში და საკმაოდ დაბალია. რატო? იმიტომ რომ როდესაც პოზიტიური სიით გავდივართ და პოზიტიური სია არის, როცა მთავრობის დადგენილობაში წერია, რომელი დაავადებები ფინანსდება, ხო? 456-ია მე მგონი ამ სიაში, ხო არ მეშლება. 456 ჩამონათვალია, ხო? ჩვეულებრივ პაციენტს ეს არ იცოდინება, იმიტომ რომ აქაც ინფორმაციული ასიმეტრიულობა გვაქვს. ექიმებსაც შეიძლება არ იცოდეს ესეთი შემთხვევები. ასეთ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ პროაქტიულად იყოს ტელევიზიით რეკლამა იმის თაობაზე, რა ფინანსდება, როგორ ფინანსდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მაშინ მოხდება რა იცით, რომ ჩვენ ტელეეთერით მოვიწონებთ თავს, რომ თურმე ამას ვაკეთებთ და რეალური მოხმარება იქნება იმაზე დაბალი, ვიდრე ჩვენ საზოგადოებას სჭირდება. ბატონო, მაგრამ მე თქვენს დავიწყე საუბარი, ძალიან მოკლე რეპლიკი. კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით ბატონს. კერძო სექტორს გამოუცხადეთ დაკავშირებით. ის რომ კერძო სექტორის მიმართ სახელმწიფოს აქვს, თქვათ, მუქარის ტონი, ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს იმ საავადმყოფოების ნაციონალიზაციას, რაც უკვე არის აშენებული, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. სიამოვნებით მოვიწევთ ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელს, რომელთან ერთად ჩვენ ყოველკვირეულ რეჟიმში ვმუშაობთ უწყებათა შორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. პირიქით, პრეტენზიები ხშირად ისევ და ისევ სამწუხაროდ არ მინდოდა ამაზე, თქვა აპელირება. სამწუხაროდ ყველა ჩვენი ბრალია ყველაფერი ეგ. ყველანი კაბადომარიამ კიდევ დაკვედი შეცა გავაგზავნეთ რომ მართლა შედეგ გადაცემამდე ნაციონალიზაცია არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, თუ კი ონკოცენტრის შემთხვევაში და თუ კი ადითის 8 რაიონი მართალია რიცხობრივად ბევრი, ესე თქვა, დიდი არის ჩამონათვალი, ეს გახლავთ ერთი კომპანიის პრობლემის თქვა თემა. ისევ შორს მიდიოთ, ქაბატონმარე პირობას გადავთ, ისევ დაკვედი ძალიან მოკლედ. არც კერძო სადაზღვევო კომპანიებს დღევანდელი მონაცემებით, არც კერძო სადაზღვევების ქვეშ ადმინისტრირებულ კლინიკებს არანაირად არ ემუქრებათ ნაციონალიზაციის პრობლემა. იგივე გარდამავალი ეტაპი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის გადასვლაზე, თქვა, მიმდინარეობს, ეს გახლავთ ძალიან კარგ ფორმატში, დიალოგის ფორმატში და ურთიერთ, თქვა, შეთანხმებების და ანალიზის ფორმატში მიმდინარე პროცესი. დიდი მადლობა ქალბატონმარიამ, ნამდვილად უნდა დავასრულოთ, ამის შემდეგ თქვენ მაყურებელს ელოდება ამავების ბაზარი დავით პაიჭაძესთან ერთად, ბოდიში რომ ასე გადავაჭარბეთ დროს, ძალიან საინტერესო თემა, მადლობა მაყურებელს რომ ჩვენთან ერთად იყო და დიდი მადლობა სტუმრებს.